გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყარე პოდკასტი. დღეს ოთხშაბათი არ არის და არც სტუდიიდან არ მოგესალმებით, თუმცა ვიფიქრე, რომ რაღაც თემაზე გავაკეთებდი ვიდეოს და ვისაუბრებდი და ამ ვიდეოს გავაკეთებ იმ ვიდეოების სერიაში, რომელსაც ფიქრის დრო დავარქვი. დღეს რაღაცნაირად მინდა რომ რაღაც საკითხებზე ერთად ვიფიქროთ, ჩემი საფიქრელი გაგიზიაროთ და თქვენი აზრი მოვისმინო. ჩვენს ქვეყანაში ბევრი ისეთი ამბავი ხდება, რომელიც ყოველდღიურად რაღაცნაირად ხან გაბრაზებს, ხან გაფიქრებს, ხან გაშინებს, ხან სიამაყის შეგრძნებას გიჩენს, გულს გიტბობს, გაოცებს და ასე შემდეგ. ბევრია ასეთი. ბოლო დღეებში ბევრი სხვადასხვა ამბავი მოხდა, რომელმაც შეიძლება ესეთი ბევრი ემოცია გამოიწვია, თვითონ ჩვენგანში ან არ გამოიწვია, არ ვიცი, მაგრამ ჩემს თვალს, ყურს და გონებას ერთი ამბავი განსაკუთრებულად მოხდა, რომელიც მეტროში განვითარდა და ეს იყო, როდესაც ადამიანი გარდაიცვალა და გავრცელდა კადრები მეტროდან, როდესაც ადამიანის გარდაცვალების გამო ვაგონი იყო გაჩერებული დიდი ხანი ამ სადგურზე თუ გვირაბში არ ვიცი და ვიდეოში ჩანდა, როდესაც სხვა იქ მყოფმა ადამიანებმა მგზავრებმა გაიგეს თუ ამ ადამიანის გარდაცვალების შესახებ, მათი რეაქცია იყო, რომ რატომ ალოდინეს ამდენ ხანს და გააჩერეს მეტრო ამდენი ხნის განმავლობაში და ეს რაღაცნაირად ძალიან მომხვდა ყურში და გულში და ფიქრი, რომელიც ამ მომენტში ჩამერთო და კითხვა, რომელიც გამიჩნდა, იდეაში იყო ის, რომ როდის და რატომ გავხდით ადამიანები ესეთები და სად დავკარგეთ ადამიანობა. ალბათ ეს რა ვიცი შეიძლება როგორც ასეთ თემებზე ბევრჯერ გვისაუბრია პოდკასტში და ეს თემა მხოლოდ ამ ქვეყნის პრობლემა შეიძლება არ არის, ზოგადად მსოფლიოს პრობლემა, როდესაც ხედავთ აშკარად რომ ადამიანობა, რასაც ჩვენ ადამიანობას ვეძახით და მე გეტყვით რას ვეძახი ადამიანობას, რაღაცნაირად უკანა მხარეს იჩოჩებს და სხვა თვისებები ჩნდება, სხვა ინსტინქტებზე დაფუძნებული ქმედებები გამოდის საზოგადოებაში. მე ამ ეპიზოდში არც ერთ ადამიანს არ ვაკნინებ და არ ვაკრიტიკებ, ეს მინდა რომ აბსოლუტურად ხას გასმით თქვა, იქიდან გამომდინარე რომ ჩემი სურვილი არ არის განსჯა, ან ამ ადამიანზე ცუდად საუბარი, უბრალოდ ჩემი სურვილია ვიფიქროთ ამ საკითხზე რაღაცნაირად. მოკლედ ამ ფიქრებში რომ ვიყავი, უცბად რომ გითხრათ რომ უნდა დამეგეგმა პოდკასტი, ვეღარ გავაგრძელე საქმის კეთება და გადავწყვიტე რომ მოდი ფილმს მაინც უყურებთ ხო და იქნებ რაღაცნაირად ეს ცოტა ხნით გადავიტანო ეს ჩემი ფიქრები და გავაჩეროთ ხო და ჩავრდე Netflix-ი და შემომხვდა ფილმი და როგორც ხდება ხოლმე როგორც წესი ჩემს ცხოვრებაში რაღაც საფიქრალი როცა მაქვს ზუსტად იმ თემის ფილმს ესე ინტუიციურად ვირჩევ ხოლმე. და ეს ფილმი იყო სახელწოდებით პლატფორმა, ესეთი ფილმია, რომელიც არის ესპანური ფილმი. რაღაც არ ვიცი, რამოდენიმე ევროპული ჯილდოს მფლობელი საერთაშორისო ცდები უბრალოდ წარდგენილი, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმიტომ რომ არც ფილმი გამოირჩევა დიდად რაღაც განსაკუთრებული ამბავით, არც მსახიობები თამაშობენ განსაკუთრებულად, არ ვიცი, რაღაც მსახიობების შემადგენლობაც არ არის რაღაც საოცარი, უბრალოდ შინაარსი და ის ელემენტები, რაც ამ ფილმში ხდებოდა, ძალიან დამამფიქრებელი იყო. ამავდროულად დამთქმული იყო, მაგრამ დაათრგუნვაზე მეტად უფრო ბევრი საფიქრალი მოიტანა და თითქოს რაღაცნაირად ის ჩემი ფიქრები, როგორ გითხრათ, ტელევიზორში თუ ეკრანზე მანახა, რასაც ვფიქრობ. პლატფორმა წარმოადგენს მეტაფორას იმ თანამედროვე სტრუქტურის, რომელიც თითქმის ყველა საზოგადოებაში გვხვდება. ფილმის მოვლენები ვითარდება ორმოში, შეგვიძლია ესე ვთქვათ, რომელიც არის შუაში გაჭრილი, არის ძალიან ბევრი სართული, არის 300 რაღაცა სართული. თითო სართულზე ცხოვრობს ორი პატიმარი. ციხეა ესე ვთქვათ. შუაში არის ღიობი გაკეთებული და ყოველდღიურად ამ ღიობში ჩამოდის მექანიზმი, შეგვიძლია დავარქვათ ლიფტი, რომელიც არის ღია და მასზე არის ძალიან ესეთი მდიდრული ნადიმი განთავსებული და ამ მდიდრულ ნადიმს პირველი სართულიდან მოუყვება და ჩადის ბოლომდე. ხდება ისე, რომ ყველაზე მაღლა ვინც არიან, რამდენიმე სართულით, ისინი კარგად ჭამენ და ქვემოთ როდესაც ჩადის
ეს ლიფტი თითქმის საჭმელი არ რჩება და ბოლო სართულებზე საერთოდ არაფერი არ რჩება. და ზედა იარუსზე მყოფი ადამიანები სავსე კუჭით აგრძელებენ ასე ვთქვათ დღეს, ხოლო ქვედა იარუსზე მყოფი ადამიანები ამ გაუსაძრესი პირობებიდან გამომდინარე ან თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს, ან მიმართავენ კანიბალიზმს და მოკლედ საშინელი ამბები ხდება, რაც უფრო ქვემოთ ჩადის და ქვემოთ ლიფტი. რეალურად ამ შახტაში, ამ ლიფტში არსებული სუფრა, რაც იქ არის ეს ნადიმი, თითქმის ყველას ეყოფოდა, რომ არ ჭამდეს ზედა სართული იმ რაოდენობით საჭმელს, რა რაოდენობითაც ისინი ჭამენ. მაგრამ რა თქმა უნდა, რეალობა არის საპირისპირო და ადამიანები მიირთმევენ იმაზე ბევრად უფრო მეტს, ვიდრე საჭიროა. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც ამ სართულებზე ცხოვრობენ, შეიძლება ერთ თვეს სხვა სართულზე იყვნენ, ერთ თვეს სასართულზე, ანუ პირობითად ერთი თვე შეიძლება პირველ სართულზე იყვნენ, ერთი თვე ბოლო სართულზე იყვნენ და მათი მდგომარეობა იცვლება და ისინი თითქოს ამ არასამართლიანი სისტემის ქვეშ ცდილობენ, რომ იმ ერთ თვეს მოასწრონ იმდენი ჭამა, მაგალითად თუ ეს პირველ სართულზე მყოფი ადამიანები არიან, რომ შემდეგ თვეს არ იციან უკვე რა ელოდებათ, ანუ აბსოლუტურად და არაპროგნოზირებადი გარემოა, რაც იმ ციხეში ხდება და ბოლო სართულზე მყოფი ადამიანები უცდილობენ გადარჩნენ, ვისაც სუსტი ფსიქიკა აქვს თავს იკლავს და ვისაც არა, ისინი მიმართავენ ან კანიბალიზმს, ან არ ვიცი, მოკლედ ცუდი მდგომარეობა ქვედა სართულებს. ეს არის გარკვეული ტიპის მკაფიო ალეგორია, სადაც რესურსები და შესაძლებლობები ფაქტობრივად უთანასწოროა, უთანასწოროდ ნაწილდება და გადარჩენის ინსტინქტი ხშირ შემთხვევაში სოლიდარობაზე უფრო მაღლა დგას. ფილმი მკვეთრად აჩვენებს სიხარბეს, შიშ და ძალადობას, რომელიც იქცევა გადარჩენის ინსტრუმენტი და რა თქმა უნდა უფრო მაღლა დგება ასეთ უსამართლო სისტემაში და ასეთ გარემოში, ვიდრე თანაგრძნობა და თანაგრძნობა პრინციპში არის სისუსტე და ეს პირდაპირ არის ნაჩვენები ამ ფილმში. ფილმი მთავარ კითხვას სვავს, ასე ვთქვათ, და ჩნდება და კითხვა არის ასეთი, რა რჩება ადამიანური ჩვენში, მაშინ როდესაც სისტემა უსამართლოა. ასევე შეგვიძლია დავუსვათ შემდეგი კითხვები, როგორ იქცევა ადამიანი, როდესაც წესები უკვე აღარ მოქმედებს. შეგვიძლია თუ არა ავირჩიოთ კეთილშობილებად თანაზიარი ცხოვრება, მაშინ როდესაც თვით გადარჩენის ინსტინქტი ძალიან მაღალია და ასევე დავუსვავდი რამოდენიმე კითხვას ამ ფილმიდან გამომდინარე, რომელიც შეგვიძლია ჩვენი საფიქრალი და ჩვენი სასაუბრო იყოს, მაგალითად ერთი კითხვა ის, როგორ იქცევი, როდესაც ძალაუფლება გაქვს, რას აკეთებ, როცა ზედა იარუსზე აღმოჩნდები და რა აქცევს ადამიანს ადამიანად. რეალურად ჩემთვის დღევანდელი ჩემი სასაუბრო ალბათ ბოლო კითხვა იქნება, რა აქცევს ადამიანს ადამიანად და მინდა რომ რამოდენიმე ფაქტორი განვიხილოთ ამისი, ჩემი მოსაზრებით რა არის ადამიანი ადამიანად. როდის იქცევა ადამიანი ადამიანად. არისტოტელეს აქვს ესეთი რაღაც ნათქვამი, რომ ადამიანი არის სოციალური ცხოველი, შეგვიძლია ვთქვათ პოლიტიკური ცხოველიც გააჩნია თარგმანს, როგორი არის. მოგწონს ეს განმარტება თუ არ მოგწონს, მოკლედ ამ ადამიანმა ესეთი რაღაც შემოგთავაზა და ჩემი აზრით განვითარების დაბალ საფეხურზე ადამიანი მართლა არის სოციალური ცხოველი, იმიტომ რომ ეს სოციალიზაცია ჭირდება, მაგრამ ინსტინქტებით, როდესაც ცხოვრობს ადამიანი და ინსტინქტებით, როდესაც მოქმედებს, ხო შეგვიძლია რომ დავარქვათ ცხოველია, თუმცა ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი მაღალგანვითარებული ინტელექტის ცხოველი, რომელიც ინსტინქტების დონეზე შეიძლება არ მოქმედებდეს და ირჩევს იმ ადამიანურ თვისებებს, რასაც ჩვენ ადამიანურ თვისებებს ვეძახით და რაც ადამიანს ადამიანად აქცევს. ადამიანს ადამიანად რამდენიმე თვისება აქცევს, ჩემი აზრით, და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება და იმ თვისებათაგანი ეს არის ემპათია და თანაგრძნობა. ემპათიის გარეშე ადამიანი გადაიქცეოდა მხოლოდ გონებრივ მანქანად, ცივი ინტელექტის მატარებლად. ემპათია არის ხიდი რაღაცნაირი გონებასა და გულს შორის, ის რაც ინტელექტს ქმნის ადამიანურ ძალად და არა უბრალოდ რაღაცნაირ მექანიკურ ფუნქციად. როდესაც ეს ხიდი ინგრევა გულსა და
გონებას შორის ადამიანი კი არ წყვეტს ფიქრს და რაღაცნაირად ამისგან კი არ არის შორს. ვირიქით ის ფიქრობს, მაგრამ ისე ფიქრობს, რომ აღარ გრძნობს ამ ყველაფერს, რაღაც რობოტი. ცივი ინტელექტი ჩემი აზრით თითქოს გავს რაღაც მანქანას, რომელსაც შეუძლია იმუშაოს სრულყოფილად, აბსოლუტურად გამართულად, მაგრამ არ იცის რატომ აკეთებს ამას, უბრალოდ ამას ასრულებს და აკეთებს. ადამიანს შეუძლია რა თქმა უნდა ქონდეს უზარმაზარი ცოდნა, რასაც ინტელექტს ვეძახით ჩვენ, მაგრამ არ ქონდეს ის სითბო, ის სიბრალური, ის სიყვარული და სწორედ ამ დროს ქრება ადამიანურობა, ჩემი აზრით, რასაც ადამიანს ვეძახით ჩვენ ადამიანს. ეს არის საზღვარი გონიერ არსებასა და ადამიანს შორის. გონიერება არ ნიშნავს სულიერებას, როგორც ცოდნა არ ნიშნავს სიბრძნეს. ადამიანს კიდევ ჩემი აზრით ადამიანად ქმნის შინაგანი მორალი, რაღაცნაირი შინაგანი კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ ცნობიერებაში არსებობს. ადამიანის ადამიანად ქმნის კიდე კითხვა, რომ როდესაც რაღაცას ვაკეთებ, ეს სხვასაც ხომ არ აზიანებს. თუ მე არ მაზიანებს, სხვას ხომ არ აზიანებს. თუ მეც მაზიანებს, სხვასაც ხომ არ აზიანებს. ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, ჩემი აზრით, რაღაცნაირად ამ ჰუმანურ ადამიანურ გზაზე, რომელიც ადამიანს შემოსდის საკუთარ თავში. და სწორედ ეს კითხვა წარმოშვებს შინაგან ხმას, რომელსაც ალბათ არ ვიცი, ჩემი აზრით, სინდის ვეძახით. რომელიც როგორც წესი უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი კანონი, რომელიც ჩვენ გარშემო არსებობს ადამიანის მიერ დაკანონებული. თუ შევადარებდი მორალს და ინსტინქტს ერთმანეთს, ასეთ კითხვას დავასმევინებ. ინსტინქტი ამბობს, მიიღე რაც გინდა და მორალი ამბობს, შეაფასე რა ფასი აქვს იმას, რაც გინდა. და როდესაც მორალზე ვსაუბრობთ ამ რაღაცნაირ შინაგან კანონმდებლობაზე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ პასუხისმგებლობა, რომელიც ჩემი აზრით განცალკევებული ფაქტობრივად არ არსებობს ერთმანეთისგან და რაღაცნაირი ერთმანეთის გვერდ თუ მხარ დადიან ეს ორი. და პასუხისმგებლობა არის კიდევ ერთი ის თვისება ჩემი აზრით, რომელიც ადამიანს აქცევს ადამიანად, მაღალ განვითარებულ არსებად, ესე ვთქვათ. თავისუფლების ცნება მინდა შემოვიტანო აქ და ვიტყოდი, რომ ჩემი აზრით თავისუფლება არის, ჩვენ შეიძლება გვესმოდეს, რომ თავისუფლება არის, რომ იმას გავაკეთებ, რაც მინდა, მაგრამ სინამდვილეში თავისუფლება არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. და აქ მახსენდება არაჩვეულები ეპიზოდი გურამ წიბახაშვილთან ერთად, რომელიც ზუსტად ამ სიტყვებს იძახის, რომელიც მე ამ თავისუფლების ცნების გააზრებაში ძალიან დამეხმარა და აბსოლუტურად სხვა კუთხიდან შემეხედა კიდევ ბევრი რამისთვის და ეს ეპიზოდი თუ არ გინახავთ, აქ გამოჩნდება სადღაც ლინკი, სადაც შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ და ისიამოვნოთ და ასევე აღწერაში დავტოვებ ამ ლინკს აუცილებლად. პასუხისმგებლობა რას ნიშნავს პასუხისმგებლობა? პასუხისმგებლობა პირველ რიგში ნიშნავს საკუთარი ქმედების შედეგების გააზრებას. აღიარებას, რომ შენი ქმედება ტოვებს კვალს ადამიანებზე, გარემოზე, ბუნებაზე და რა თქმა უნდა პირველ რიგში შენ თავზე. ბევრ ადამიანს რატომღაც პასუხისმგებლობა სიმძიმედ მიაჩნია და ჩვენ გაგვიგია ესეთი არ ვიცი გამოთქმა, რომ აი გაურბის პასუხისმგებლობას და არ უყარს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და პასუხისმგებლობა სინამდვილეში სიმძიმე არ არის. პასუხისმგებლობა სინამდვილეში ეს რაღაცნაირი არ ვიცი წყალობა, ეს არის რაღაც შეგრძნება, რომ შენ ქმნის შენ რეალობას. და შენ პასუხისმგებლობა გაქვს შენ რეალობაზე და ეს ნიშნავს რომ შენ მსხვერპლი არ ხარ, შენ ხარ შემოქმედი და შესაბამისად პასუხისმგებლობა გაქვს და პასუხისმგებლობა აიღე პირველ რიგში შენ ცხოვრებაზე და შენი ცხოვრებაში გაკეთებული ნებისმიერი ქმედება უკვე პასუხისმგებლობას განიჭევს სხვა ადამიანზეც, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სოციუმი, ჩვენ ვართ სოციალური არსებები, ცხოველები, გინდა დაარქვით, ამაში დამაკნინებელი არაფერი არ არის და ვცხოვრობთ ერთად სოციუმში. ჩემი აზრით პასუხისმგებლიანი ადამიანი ამბობს ესეთ სიტყვას, რომ ეს არის ჩემი არჩევანი, ეს იყო ჩემი არჩევანი და ამიტომ მაქვს ძალა ვმართო ეს ყველაფერი. მე ვიღებ პასუხისმგებლობას რომ ვმართო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს არის ჩემი არჩევანი. ეს რაღაცნაირი მსხვერპლის როლიდან ჩემი აზრით აუცილებელია რომ გამოვიდეთ. ისე რომ დაუბრუნდეთ ღირებულებას და პასუხისმგებლობას, რატომ არის ჩემი აზრით კავშირი, რომ მორალი გვასწავლის რა არის ღირსეული და პასუხისმგებლობა გვაიძულებს შევასრულოთ ის, რაც ღირსეულად მიგვაჩნია. და რამდენი ვილაპარაკეთ და მაინც რა ქმნის ადამიანს ადამიანად, ხო?
ადამიანი მაშინ ხდება ჩემი აზრით ნამდვილი ადამიანი, როცა გრძნობს სხვის ტკივილს, ხედავს სხვის ტკივილს, თანაზიარია სხვის ტკივილში და ალბათ სწორედ ეს დავკარგეთ ჩვენ ადამიანებმა ამ ქვეყანაში და რაღაცნაირად როგორც ერთმა ჩემმა საოცარმა სტუმარმა თქვა, მოხდა ერის მორალური გარყვნა და ამან გამოიწვია ჩვენი ეს რაღაცნაირი სიცივე ემპათიის აბსოლუტური არარსებობა. კიდევ ერთხელ შეიძლება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და არ ვიცი, ყველა ქვეყანაში ესეა, მაგრამ მოდი ჩვენ რადგან აქ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში დავიწყოთ ამ ქვეყნით. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ნაწილი იყო ამ ფილმში ესეთი თემადგება, როდესაც ფილმი გვეკითხება, რომ რა ხდება მაშინ, როდესაც სისტემა იშლება და ჩემი აზრით, როდესაც სისტემა იშლება, მაშინ ხდება ადამიანის რეალური გამოცდა. უსამართლო სისტემა ეს არის რაღაცნაირი სულიერი ლაბორატორია, სადაც ყველა ადამიანი თავის ნიღაბს იხსნის და რეალურ სახეს აჩვენებს. როდესაც წესები აღარ მუშაობს, მაშინ გამოვაჩენთ ხოლმე როგორც წესი ჩვენს ნამდვილ სახეს. იმიტომ რომ რაღაცნაირად სამართლიან სამყაროში ცხოვრება ძალიან მარტივია, სიკეთე ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ყველა თანხმდებით რაღაცნაირი წესია დაწესებულია, რომ აი ეს სიკეთე არის მიღებული ფორმა და ყველამ უნდა ვაკეთოთ სიკეთე. ეს რაღაცნაირი წესი არის, ხო? სამართლიანობის წესია, სამართლიანი სამყაროს წესია, შეთანხმებული ფორმაა რაღაცნაირი. მაგრამ უსამართლობის პირობებში სიკეთე და თანაგრძნობა რაღაცნაირად ხდება ხოლმე განწირულობის ფენომენი, აქტი, ესე შეგვიძლია რომ ვთქვათ. და მაშინ შეიძლება დაიბადოს ეგეთი კითხვა და კიდევ ერთი რაღაცნაირი სამსჯელო საგანი, შენ კეთილი ხარ, იმიტომ რომ უნდა იყო, თუ სხვანაირად არ შეგიძლია. როდესაც სისტემა გვართავს სამართლიანობას, ჩვენ რეალურად ვრჩებით შიშულ თავისუფლებასთან, იმიტომ რომ თავისუფლება უკვე აღარ ეფუძნება რაღაცნაირად გარე სამყარო წესებს, არამედ მხოლოდ შინაგანი არჩევანია. და რაღაცნაირად ამ დროს ჩვენ ხვდებით როგორც მოსამართლეები, ასევე მსხვერპლები ერთდროულად. ჩვენი საქციელი საზომი აღარ არის კანონი, არამედ არის რაღაცნაირი შინაგანი სიმართლე. და ამ ფილმში არის ისეთი რაღაც, რომ კრიზისის ფონზე ადამიანები ჭამენ, კანიბალებად იქცევიან. ეს ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ არ გავიგოთ, რა თქმა უნდა, და ალეგორია, ის რაც ხდება ყველგან ჩვენ ქვეყანაში და მსოფლიოში, რომ ადამიანები მართლა ჭამენ ადამიანებს, არა პირდაპირ ხორცით, არამედ სხვანაირად. და უსამართლობის დროს ალბათ ადამიანი უბრუნდება თავის რაღაცნაირ პირველად ინსტინქტებს, სადაც გადარჩენა არის ერთადერთი მიზანი და სხვა მიზანი აღარ არსებობს. მაგრამ აი სწორად აქ იწყება რაღაცნაირი დიდი ბრძოლა, რა განსაზღვრავს საერთოდ ჩვენს არს და რაღაც ადამიანობის არს, ხო? გადავჩებით როგორც ცნობიერების ყველაზე დაბალ საფეხურზე არსება, რომელიც მხოლოდ ინსტინქტის დონეზე მოძრაობს და ცხოვრობს, თუ ვიცოცხლებთ როგორც ადამიანები და არაფერი ამაში აქ კიდევ ერთხელ არავის არ გამსჯი, იმიტომ რომ ბუნების კანონად შეგვიძლია რომ ეს პირდაპირ ვთქვათ, რომ ბუნების კანონია იმარჯვებს ძლიერ. ფაქტია ბუნებას თუ დააკვირდებით, ბუნებაში როგორც ხდება, ცხოველებს თუ დააკვირდებით, ხეებს თუ დააკვირდებით. ხეებშიც არის გარკვეული ემპათია, ერთ-ერთ ეპიზოდში მაქვს მოყოლილი მთელი დიდი ხეები, როგორ უწილადებენ პატარა ხეებს წყალს და ბუნებაშიც არის ესეთი რაღაცები, მაგრამ საერთო ჯამში იმარჯვებს როგორც წესი ძლიერი, ხო? კითხვა ჩნდება კი აქ რაღაცნაირი, არ ვიცი, ეგზისტენციალურ კითხვამდე კი მივდივართ, ხო, შეიძლება. ასევე ფილმმა რას დამანახა არის ეს, რომ სისტემა იქნება ეს პოლიტიკური, სოციალური, რელიგიური, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა. ჩემი აზრით არის მხოლოდ ანარეკლი, სხეულის ანარეკლი კოლექტიური ცნობიერების. როცა სისტემა უსამართლოა, ეს ნიშნავს, რომ კოლექტიური ცნობიერება არის ავად. მაგრამ ეს დაავადება არ არის მხოლოდ ერის ესე. ეს არის თითოეული ადამიანის შინაგანი სიბრმავე. თითოეულ ადამიანში მოვიაზრებ ჩემს საკუთარ თავსაც და მოვიაზრებ ჩემ თავშიც ამ სიბნელეს, იმიტომ რომ მე ვხედავ ამ სიბნელეს ჩემ თავში. სისტემა არ არსებობს ჩვენგან განცალკევებით და არც არასდროს არ არსებობდა. სისტემა არის ჩვენივე ქმედებების პროდუქტი. და ჩვენივე ქმედებები რა არის? ჩვენი სიჩუმე, ჩვენი მორჩილება, ჩვენი შიში,
ამიტომ კითხვა ალბათ ასე უნდა შეიცვალოს, რა რჩება ჩემში ადამიანური, როდესაც მე თავად ვარ სისტემის ნაწილი. ადამიანობა იცით კიდე რა მგონია, როდესაც სიბნელეში ნათელს ირჩევ და ნათელს ხედავ რა, იმიტომ რომ ადამიანობა არ არის რაღაცნაირად გარედან მოცემული თვისება ჩემი აზრით. ეს არის რაღაცნაირი, ეს არის თითქოს ყოველდღიური გადაწყვეტილება, რომ შენ ადამიანი დარჩე ადამიანად, როცა ყველაფერი ინგრევა, აბსოლუტურად ყველაფერი ინგრევა, მხოლოდ ერთადერთი რაღაც რჩება უცვლელი და ეს არის ალბათ მხოლოდ სიყვარული და ეს არის მხოლოდ სიყვარული, რომელიც არის ალბათ ცნობიერების ყველაზე მაღალი ფორმა. კიდევ ვიცით ადამიანობა რა მგონია, როდესაც იმ რაღაც მომენტი არის, როდესაც აი თვალებში უყურებ უსამართლობას, თვალებს უსწორებ და შენ მაინც ირჩევ სითბოს და სიყვარულს, შენ ამით არ ღვევ სისტემას და ეს გარღვევა არ არის ხმაურიანი გარღვევა, ეს არის რაღაცნაირი ჩუმი, რომელიც არ ემორჩილება ბოროტებას და სწორედ აი ამ ჩუმი არ დამორჩილებით, რომელიც ძალიან ხმაურიანია სინამდვილეში, ოღონდ სხვა ხმაურზე აქვს საუბარი, თითქოს არ ღვევს იმ ბოროტებას და სისტემას, რის წინაშე შეიძლება ვიდგეთ და ვდგავართ და ეს რაღაცნაირად ამ ფილმმა რაღაც უკიდე სხვანაირად თითქოს დამანახა მე პირადად. კიდევ ერთხელ ხაზს გაუსმე, რომ მე არ ვსაუბრობ არანაირი მაღალი მორალიდან, არავის არ გამსჭი, არავის არ ვაკნინებ, უბრალოდ ჩემ აზრებს გიზიარებთ, მეც ისეთივე არ ვიცი, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მეც ისეთივე რაღაცები მაწუხებს, რაც ყველას აწუხებს და მე შეიძლება რაღაც მომენტში ჩავარდე ისეთ კონდიციაში, რომ აი ეს ყველაფერი რაღაცნაირად უკანა მხარეს გადაიწიოს და ჩემმა ინსტინქტებმა ყელში მომიჭიროს და სხვა გზა აღარ დამიტოვოს, ამიტომ არასდროს არავის არ გამსჭი. და ალბათ მთავარი კითხვა თქვენი პასუხი, რაც მაინტერესებს, არის ეგ, რომ რა ხდის ადამიანს ადამიანად. ფილმი რაღაცნაირად საინტერესოდ მთავრდება, თითქოს ჩვენ გვიტოვებს საფიქრალს, რომ აი თითქოს როგორც გვინდა ჩვენ ისე დამთავრდება ჩვენს გონებაში, ჩვენს ცნობიერებაში, რაც ჩვენს გონებაში, ჩვენს ცნობიერებაში, რაც ტრიალებს, ისეთი დასასრული ექნება ამ ფილმს და ეს მომეწონა სხვათა შორის. ამ ფილმში რაც მნიშვნელოვანი დეტალი არის ეს, რომ მთავარი გმირი, ვინც პრინციპში ამ სისტემას არ ღვევს და სხვანაირად ფიქრობს და თითქოს ნათელი წერტილია მთელ ამ ფილმში არის ის, რომ როდესაც ციხეში შედის, ამ ორმოში ესე ვთქვათ შედის, ნივთი, რომელიც მას თან შეაქვს, არის წიგნი. არა დანა, არა ბრიტვა, არა რაღაც არ ვიცი ჩაკუჩი, არამედ წიგნი და ამ წიგნის ერთგულია ბოლომდე და ეს თითქოს რაღაცნაირი ნათელი წერტილი იყო ჩემთვისაც, რომ ალბათ ჩვენც ყველანი ჩავებღავჭოთ წიგნს, რა თქმა უნდა ალეგორიულად, შეიძლება ეს იყოს ცნობიერების ამაღლებას, გაცნობიერებას, განვითარებას, განათლებას ძალიან ბევრჯერ, რაც მოგვიტანს ალბათ იმას, რაც ყველაზე ძალიან გვინდა და გვაინტერესებს. ძალიან დიდი მადლობა თუ მომისმენთ ამ ჩემს მსჯელობაში და ოთხშაბათს დაგიბრუნდებით ახალი ეპიზოდით სტუდიიდან, ვისაუბრებთ განათლებაზე, მეყოლებათ ძალიან მაგარი სტუმარი. თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო, მოიწონეთ, არხი რა თქმა უნდა გთხოვთ რომ გამოიწეროთ და ძალიან დიდი მადლობა.